ესე იგი გავაგზავნოთ. ჩვენ რამოდენიმე ეფექტი უკვე ასე თქვა შევქმნით, რის შედეგადაც მივიღეთ დაახლოებით ესეთი სახე საიტისა. მაგრამ გარდა ამისა, საიტი ძალიან ჯერ კიდევ ბევრი აკლია იმისათვის, რომ სრულყოფილი საიტად ჩამოყალიბდეს, ასევე ერთ-ერთი საინტერესო თემა ეს არის რუკების შექმნა. ანუ რუკა ძირითადად იქმნება, რუკა არ ჩანს ხოლმე, ანუ ეს რუკის ძირითადი არსი არ ჩანს, მაგრამ საბოლოოდ ყოფს იგივე საიტს რამოდენიმე განყოფილებად. მაგალითად, განვიხილოთ ფოტოები, რომელზეც გვინდა რაღაცნაირი ლინკები განთავსდეს, ანუ განთავსდეს 2 ან 3 სხვადასხვა ლინკი. მაგალითისთვის მე აქ შევარჩიე ინტერნეტიდან ჩემთვის სასურველი სურათები, რამოდენიმე მათგანი გვაქვს, როგორც შემთხვევით აქ ჩვეულებრივ საიტს ვაწყობთ, ამიტომ გადმოსაწერ ლინკებს ეს გადმოვწერეთ. ეს უკვე გავაკეთეთ, მეორე გაგვეთქვა განვიხილეთ. და ფოტოების განყოფილება გვაქვს ერთგან, ასე ლამაზად ვალაგებთ. აქ გვაქვს 2 ესეთი განყოფილება, მაგალითად სურათი, მაგალითისთვის ავიღოთ მე-13 სურათი. ეს არის ეგეთი სურათი და მე მინდა რომ აი შუაზე დაკლიკებისას, ამ სურათის შუაში დაკლიკებისას, როდესაც ეს სურათი საიტზე გამომიქვეყნდება, მასზე შუაში დაკლიკებისას მივიღო ეფექტი და გადავიდე რომელიღაც საიტზე, ანუ მას უკან ქოდეს ლინკი. ხოლო დაანჩენები არ მუშაობდნენ, ანუ აქ შავ ფონზე რეგისტრაციის დაკლიკვისას არანაირი შედეგი არ მქონდეს. იმენა სურათზე როდესაც დავკლიკავ, მაშინ მქონდეს ეფექტი. ესეთი მინდა ასე ვთქვათ, რომ გავაკეთო. ამისათვის, რა თქმა უნდა, დაგჭირდება რუკის გამოყენება, ასევე მეორე სურათზე, აქაც იგივე მინდა აბსოლუტურად, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ორივე ფოტო, ორივე ყურსაკილია თუ რა ვიცი რაც არის. ორივე ობიექტი სხვადასხვა ლინკები ქონდეს, ანუ ამას დაკლიკვისას სხვაგან შევიდე, ამას დაკლიკვისას კი სხვაგან შევიდე. ეს რა თქმა უნდა სურათია და მოგვიწევს მისი დაყოფა რამოდენიმე ნაწილად, სწორედ ამას განვიხილავ დღევანდელ დღეს, საკმაოდ სელი თემა, ამიტომ თითქმის მთლიან გაკვეთილის ასე ვთქვათ მიუძღვნათ. ჩვენი შექმნილი, აქამდე შექმნილი მე მგონი რთული არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კითხვა შეგიძლია დასვათ საიტზე და შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მას განვიხილავთ. მოკლედ, შემდეგი ტეგი, შევთანხმდით, რომ ტეგებთან გვაქვს ურთიერთობა და შემდეგი ტეგი ეს არის map, ანუ რუკები. და ასევე აუცილებელია დამხმარე ტეგი area დაგვჭირდება. მოკლედ, ეხლა იმისათვის რომ გაჩვენოთ მე თქვენ როგორ დაიწერება ტეგი, ამისათვის აუცილებელია ასე ვთქვათ პატარა ტექსტ დოკუმენტი გავაკეთოთ. და აქ შეგვიძლია ამ ყველაფრის ასე ვთქვათ დაწერა. ვწდები პატარა შრიფტი მიყენია. ამიტომ მოდი გავადიდოთ. უკეთ დავინახავთ ყოველ შემთხვევაში. იყოს მე მგონი ნორმალური. ესე იგი დაგვჭირდება როგორც შევთანხმდით map ტეგი. აი ესე იწერება და მისი ასე ვთქვათ ატრიბუტი ეს არის area. აქ დაიწერება რაღაც ტექსტი, ანუ ეს უკვე ამ ტექსტზე ჩვენ რა თქმა უნდა შევთანხმდებით. შემდეგ ეს area შეიძლება იყოს რამოდენიმე, მას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შეიძლება იყოს, ანუ თვითონ სურათის როგორც შევთანხმდით, აი ამ სურათისთვის მაგალითისთვის ავიღოთ მაგალითად ავიღოთ ეს სურათი ორი სხვადასხვა ფოტო აქვს ზეთ, ანუ ორი სხვადასხვა ობიექტი, შესაბამისად ამჭირდება ორი სხვადასხვა არეას გამოყენება, ამას მოგვიანებით განვიხილავ და გასაგებად ავხსნი. შემდეგ აქ შეიძლება იყოს ტექსტი. ანუ სურათის ქვევით შეიძლება ეწეროს ტექსტი და ისევ რაღაც ლინკი. ამას ასე ვთქვათ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს დაამატებთ. და დავხუროთ map ტეგი. დაახლოებით ასეთ იდეას მივიღებ. თუ თვითონ ტეგ არეას გააჩნია ატრიბუტი, რომლის გარშეც ის ასე ვთქვათ არაფერს წარმოადგენს და ამ ატრიბუტს ქვია coords, ანუ კოორდინატები, იგივე როგორც გასაგებ ენაზე შეიძლება ითქვას. ქვია და სურათის იმ ნაწილის კოორდინატებს უჩვენებს, რომლებიც ბმულად უნდა გადაიქცეს, ასე ვთქვათ. თვითონ კოორდინატებს, ანუ გააჩნიათ რამოდენიმე განყოფილება კიდე. ესენი არის განყოფილება rect, ანუ ამას მე ჩამოგიწერთ აქ. rect განყოფილება, ანუ რომელიც ნიშნავს თუ სურათი მართკუთხედია.
ასევე არის განყოფილება ისლე ანუ წერტილი, აი ისე დავწერეთ. თუ რუკა წერტილია. და ასევე თუ აბსოლუტურად არ ვიცით რა არის, მაშინ არის განყოფილება პოლი, რომელიც ნებისმიერი აბსოლუტური თავისუფლება შეიძლება იყოს მრავალკუთხედი, შეიძლება იყოს წერტილი, შეიძლება სამკუთხედი, ნუ აბსოლუტურად დამოუკიდებელია. შესაბამისად ჩვენ ვირჩევთ. და თვითონ კოდში აი ეს ტეგი გამოჩნდება შემდეგნაირად, ანუ როგორც შევთანხმდით, აქ map გაიხსნება და area შემდეგ იწერება შაფს, ანუ თვითონ ეს ავტომატურად ამოგიგდებთ ბრაუზერი, ამას ეს გამოჩნდება. თვითონ area წერია, შემდეგ გამოვა აი დაახლოებით ასეთი ტიპის იქნება კოდი. area შაფს, რაც ნიშნავს რომ მიუთითოთ და იყოს მართკუთხედი. პირველი rect ნიშნავს მართკუთხედს. ანუ თვითონ რუკა შესაბამისად როგორც აქ იქნება არჩეული. ანუ როგორც ხედავთ აი ამ სურათზე, Firefox-ის სურათზე. ეს არის მართკუთხედი, იმიტომ რომ მართკუთხედი ფორმის ლინკი მინდა მე ჩავსვა. ეს საშუალოდ მართკუთხედი, ოთხკუთხედი, არ აქვს მნიშვნელობა. გინდათ კვადრატი იყოს, ამ შემთხვევაში მართკუთხედი გულისხმება. აი ესეთი ფორმის მინდა ჩავსვა, ამიტომაც ვიჩევ rect. რუკა იყოს მართკუთხედი ფორმის, რა ფიქ? ავირჩევთ rect. აი აქ უდრის უნდა ეწეროს ოღონდ. ავირჩევთ rect. კოორდინატების სისტემა დაახლოებით იგივეა, რაღაც ალბათ მის მათემატიკასთან ქონია შეხება აუცილებლად მიხვდება, ასე ვთქვათ, ნუ ნაცნობი იქნება ყოველ შემთხვევაში. მოდი აქ ავირჩიოთ find-ი, რომლის საშუალებითაც უკეთ ავხსნი, როგორი იქნება კოორდინატების სისტემა. ავიღეთ find. მაგალითისთვის ავიღოთ ესეთი ფანქარი. ეს არის x ღერძი და y ღერძი. ეს არის x ღერძი, ეს არის y ღერძი. და თემა გამოვა დაახლოებით ასეთი. აი აქედან არის x-ები. ეს შეიძლება იყოს x ღერძი, ეს შეიძლება იყოს y. და როგორც ხედავთ, ანუ სურათის წერტილები შესაბამისად აქედან იღება კოორდინატები აქედან იქნება აღებული. მაგალითისთვის სურათი არის გაფართოებით, აქ შეგვიძლია ვნახოთ მისი გაფართოება სვისტოში. ეს არის გაფართოებით 436 548-ზე, შესაბამისად აი აქ არის 0 წერტილი. ზედა მარცხენა კუთხეში არის 0 0-ზე. ანუ ეს ზედა მარცხენა კუთხე ჩემთვის არის აი ეს. ეს არის ჩემი სურათი. ეს არის მისი ნულოვანი მხარე. x ღერძი არის მარჯვნივ მიმართული, ანუ ზედა მხარე ეს არის x ღერძი, ეს არის x ღერძი, ეს არის y ღერძი. შესაბამისად წერ მის კოორდინატებს. ხოლო რაც შეეხება ტეგ არეას ნებისმიერი ფორმისთვის ჩაიწერება შემდეგნაირად. ეხლა ჩვენ ვნახოთ. მაგალითად აქ წერთ რა უნდა იყოს ფორმა, ამ შემთხვევაში იქნება მართკუთხედი, თუ წერტილის ფორმის მიღება მინდა, რა თქმა უნდა მივიღებთ წერტილს, მიუთითებთ შემდეგს და პოლი ეს არის ან ნებისმიერი მიღების შემთხვევაში. როგორც შევთანხმდით, მას გააჩნია ატრიბუტი კოორდინატები, დაიწერება შემდეგნაირად. უდრის. თვითონ კოორდინატები ჩაიწერება შემდეგნაირად. x1, ანუ პირველი x-ი, შემდეგ მძიმე აუცილებლად y1. შემდეგ მძიმე და ისევ x2, მძიმე და y2. ანუ ეს წერტილები დაახლოებით ეხა აი ეს წერტილები დაახლოებით ტეგი დავხუროთ და ეს წერტილები დაახლოებით გამოჩნდება შემდეგნაირად. როდესაც ჩვენ გვაქვს სურათი x ღერძი, y ღერძი, აი აქ დავუშვათ ერთი წერტილი და აი ეს მონაკვეთი იქნება სწორედ ის რიცხვი, რომელიც მე დამჭირდება. ასევე x ღერძიდან ეს მონაკვეთი. სურათის ფორმა აქვს, აი აქ თავდება. აქ იქნება x1. ჩამოვაქვევით და ასევე იქნება y1. აქ იქნება x2. აი აქ უკვე ჩამოვა და აქედან სწორი ხაზი იქნება x2 და აქედან გამოვა y2. ისინი მათი გადაკვეთის წერტილი. აი ეს წერტილი ზუსტად იქნება ჩემი სურათის კოორდინატები. აქაც
x-ის და y-ის გადაკვეთის წერტილი იქნება ჩემი კოორდინატები. ეს არის x-ი, ეს არის y და ისევ x-ი. აი ეს არის ჩემი წერტილები, ერთი წერტილი აქ და ერთი წერტილი აქ. ამის მიხედვით მე უნდა მივხვდე რომელია სურათი და სისტემაში თვითონ ჩაიწერება შემდეგნაირად x1, y1, x2, y2. ეხლა მოდი ეს ყველაფერი ვნახოთ ვიზუალში, როგორ გამოჩნდება. ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენ დავწერეთ რაღაც ტექსტი, ამ ტექსტს შეგიძლიათ წავშალოთ ან დავამატოთ, მაგას არ აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში დაგვჭირდება შემდეგი განყოფილება ჩამოვწიოთ ქვევით. აქ დაგვჭირდება ადგილი, რომ დავწეროთ ასე ვთქვათ ტექსტი. მაგალითად დავიწყოთ უშუალოდ უკვე ტეგის წერა. დაგვჭირდება ტეგი map. დავხურეთ. შემდეგ უკვე ჩამოვდივართ ქვევით და როგორც თქვით დაგვჭირდება ასევე განყოფილება area, მისი ატრიბუტი. აქ იქნება კიდეც area შეფეთ არის რამოდენიმე ავტომატურად რეჟიმში იგივე რაც მე ვთქვი. აი აქ ესენი არის მართკუთხედი, წრეწირი ან ნებისმიერი. აი აქ სწორედ მაგის საშუალება მომცა. მე რა თქმა უნდა მინდა და ავირჩევ direct ეს ნიშნავს მართკუთხედს. ავტომატურად შეგვიძლია მოგცემ საშუალებას თუ ასე ვთქვათ ესეთ რაღაცას მიუთითებ და შემდეგ direct, ანუ მე მინდა მართკუთხედი. და გადავდივარ კოორდინატებზე, უშუალოდ შემდეგ გვჭირდება კოორდინატები. ეხლა უნდა დავუწერო მის კოორდინატები და ასე ვთქვათ, გავაკეთო ზუსტი აღრიცხვა მათი. მოკლედ კოორდინატების გასაგებად დამჭირდება პატარა პროგრამა, რომელიც დევს ჩვენ საიტზე. ის ზუსტად მიჩვენებს მის კოორდინატებს. ერთ-ერთი ასე ვთქვათ არასწორი მიმართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის სასურველია. კარგი, ეს არის სურათი. აი ეს მიჩვენებს აქედან აქამდე მანძილს. ახლა ავიღოთ დავუშვათ ესეთი. პირველი კოორდინატი იქნება 63, ხო? 62. y ღერძისთვის იქნება x 62. y ღერძი იწერება მეორე, ჯერ პირველი მჭირდება x ღერძი. ამიტომ ჯერ გავიგოთ x ღერძი. x ღერძისთვის იქნება 32 ზევიდან ქვევით. ანუ რეალურად აი ამ მანძილს ვზომავ აქედან იქამდე. ანუ მანძილს ვზომავ აქედან აქამდე. აი აქ დავდებთ და გავზომეთ მანძილი. გამოვიდა 61. გავთიშეთ. ეხლა პირველი ვწერ ამის გამო 61-ს. 61 ძიმე. შემდეგ მე მჭირდება y ღერძი, როგორც აქ მაქვს მითითებული. შემდეგ მჭირდება y პირველი. y პირველი არის ესეთი ხაზი, შესაბამისად აი ეს 0-დან ქვევით. ამიტომაც მე შევდივარ ჩემს სურათში ზევიდან 0-დან, ამ შემთხვევაში აქედან 0-დან ვიწყებ ქვევით ჩამოსვლას და ეს არის 35. 35, კი ბატონო, იყოს 35, 61, შემდეგ გვექნება 35. მივცეთ ისევ, შემდეგ დაგვჭირდება x2. x2, როგორც მე მივუთითე ფაინდში, გვაქვს აი ეს კატეგორია, ანუ ბოლო მხარეს სურათისა, აი ეს კატეგორია. x-ი არის ეს-ა, შესაბამისად, აქედან აქამდე მანძილი მაინტერესებს მე. მივუთითოთ x2. x2 იქნება 454. ძალიან კარგი. 454. ეხლა ვნახოთ y2. y2 იქნება რა თქმა უნდა 0-დან აი აქამდე 378. ძალიან კარგი. სადავართ აი აქ 378. მიახლოებითი კოორდინატები შევიყვანეთ. ახლა ამისათვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება ჩვენ სურათი და ისინი მოკლა ამებს თანდათან დავამატებთ. ესეთ კოორდინატები შევიყვანეთ. კოორდინატების შეყვანისას კიდე დაგვჭირდება ახლა ასევე ტეგი, რომელიც ასე ვთქვათ ბრაუზერს მისცემს საშუალებას გადაგვამის სამართოს რაღაც გვერდზე. ამიტომ აქ მოგვიწევს შაფეს წინ ჩავამატოთ. ესე იგი არია შემდეგ მივუთითოთ ref, ანუ
ასე ვთქვათ, ლინკი. და ჩვენი ლინკი უდრის, სწორედ აი აქ უნდა ჩავწეროთ. თუ რა გვინდა ლინკად, მოდი მივუთითოთ მეორე. ჩვენი მეორე გვერდი, რომელიც ადრე შევქმნით. თორსები აქ სადღაც უნდა იყოს მისი ლინკი, აი მეორე HTML. აი ეს არის. ეს მივუთითოთ. სად გქონდა, აი აქ მეორე HTML. დავხუროთ, შემდეგ რა თქმა უნდა, მოდი მივუთითოთ იცით როგორ, აი გადავამისამართოთ, ანუ გამოვიყენოთ target-ის საშუალება. კი ბატონო, არ არის პრობლემა, მივუთითოთ blank, რა საშუალებას მისცემს, რომ გადააგდოს ერთი ბროუზერი, ერთი ფანჯარა, დამატებითი ფანჯარა გაახსნევინოს ბროუზერს და გადააგდოს იქ. შემდეგ უკვე შაფერ, rect, კოორდინატებია ჩვეულებრივ, კოორდინატები ჩაწერილია, თითქმის დახურულია, ამიტომ ხურავ მას. ასევე დავხურავ maptex. maptex ავტომატურად დაიხურა. შემდეგ ასევე დაგჭირდება mapის ატრიბუტი name. უნდა დავუმატოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა რუკა. რუკას ესეთ ჯერ შევქმნით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაუსრულებელია. როდესაც გავაკეთე სურათისთვის ჩარჩო, სურათისთვის ესეთი განყოფილება, ანუ სურათს მივუთითე, მე კოორდინატები, მაგრამ უნდა მივუთითო რა თქმა უნდა კონკრეტულად რომელ სურათზე გააკეთოს ეს ყველაფერი. ეს ჯერ იმას არ გააჩნია, ამიტომაც გამოგვადგება სწორედ name ატრიბუტი და ვიწყებთ უშუალოდ tag images ჩასმას. ასევე images ერთ-ერთი ატრიბუტი ეს არის user map. name თვითონ რუკის სახელს განსაზღვრავს, user map კი თვითონ სურათის გამოყენებით რუკის სახელს უთითებს, ასე ვთქვათ, უთითებს თუსაც შეიძლება შევიდეს. ოღონდ ერთი პატარა, ასე ვთქვათ, რამ უნდა ვიცოდეთ, აუცილებელია სახელის წინ, რუკის სახელის წინ დიეზის დასმა. ეს რაღაც კოდია, რომლის გარეშეც ის არ იმუშავებს. საბოლოო კოდი კი, მოდი უშუალოდ საბოლოო კოდზე გადავიდეთ, დაახლოებით იქ გადავიდეთ, იქნება დაახლოებით ეგეთი. image, ანუ უკვე ვსვამეს სურათს. სურათის შესაბამისად მჭირდება ატრიბუტი სურათს, რა თქმა უნდა. დამჭირდება სურათს. ამისათვის რომ სურათი მივუთითო მემარ კატეგორიაში, აქ ფოტო კატეგორიაში, ჩემ სურათს ქვია 13 და მისი გაფართოება არის, რა გაფართოების არის ახლა ვნახავთ. ჯოპოჯო, შესაბამისად წერ აბსოლუტურად იგივეს. ფოტო განყოფილებაში ფოტო მინდა სურათი 13 გაფართოებით ჯოპოჯო. აი ესეთი რაღაცა მჭირდება. გასაგებია, შემდეგ გადავდივართ უკვე რუკის სახელზე, user map და დავარქვათ მაგალითად პირველი ერთიანი. რუკა 1 დავარქვათ. ოღონდ აუცილებლად უნდა მივუთითოთ წინ დიეზი, როგორც გითხარით. დიეზი უნდა დაეწეროს და მერე რუკა 1. დაიხურება ტეგი, აღარ დაგჭირდება. აი ესეთი image, ანუ სურათი, მიერთებული ამ სურათით და რუკის სახელი რუკა 1. ამის შემდეგ ჩამოდივართ ქვევით, აქ შეგიძლიათ დაწეროთ სასურველი ტექსტი, ან რაღაც სურათები, ანუ სურათის ქვემოთ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. დავწეროთ ნებისმიერი რამ. შეგიძლიათ რუკას ქართულად დაარქვათ სახელი, არანაირი პრობლემა არა. და შემდეგ უკვე კატეგორიაში map-ი გაიხსნება და დაეწერება map-ის სახელი, ანუ map name. აუცილებლად უნდა იყოს ინგლისურად, რა თქმა უნდა. map-ის სახელი, ანუ რუკის სახელი, ანუ რუკა 1. აქ უკვე დიეზი აღარ არის საჭირო. შეგიძლიათ დიეზი მოვიშოროთ და დავხუროთ, ასე ვთქვათ, ტეგი. შემდეგი იქნება უკვე area, რომელიც ჩვენ გვისვია, ეს არის ლინკი, ეს არის შემდეგ გადადის და მისი კოორდინატები არის შემდეგი და დაიხურება ტეგი რუკა. ეხლა მოდი ეს ყველაფერი ვნახოთ სახრანით. მოგეთ იმდენი ვილაპარაკეთ, ასე ვთქვათ, რომ შეიძლება რაღაცეები აურიეთ, მაგრამ აი როგორც ხედავთ, არის ჩვეულებრივი, გაჩამოდის ქვევით და არის ეს ლინკის თვითონ ის არის იცვლება, აი, როგორ იცვლება. ანუ აქ არაფერს არ ვაჭირდა, არაფერს არ აკეთებს, აი აქ ვაჭირდა გადადის ლინკზე. ანუ შესაბამისად მას მითითებული რაც აქვს კოორდინატები,
აბსოლუტურად მუშაობს იგივე აქ შეგიძლიათ არაფერით არ აკეთებს და მუშაობს ასე გადადის შემდეგ ლინკზე. ასევე ავტომატურ რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ ეს ფოლდერსიც გააკეთოთ. რა ქვია, აი ეს როაც ის. ორი პატარა ოთხკუთხედი დაგჭირდება და არეა დაგჭირდება 2. ანუ აი აქ მე მისვია 1 არეა. არეა აბსოლუტურად იგივე იქნება. მაგალითისთვის შეგიძლიათ გვერდი შევცვალოთ, აქ მეორე HTML-ს მაგალითად რაღაც სხვა ვებ გვერდი ჩაუწეროთ, მაგალითად დაუწეროთ თუ გინდათ Google, ოღონდ http ორწერტილი გინდა გაუწერო Google target გინდა კონდეს გინდა მოუხსენი ეს არის რომ მეორე მხარეზე გადავიდე შეგიძლია მოუხსნა და არ გადავა შაფერი ნიშნავს რომ მას აქვს კვადრატი და შემდეგ უკვე იწერება მისი კოორდინატები ნუ Google-ზე რო გადავაყენოთ მივიღებთ შემდეგ სახეს ნუ შედის Google-ზე ნუ ეს თქვენი სურვილია ასე თქვა როგორც გაგიხარდებათ ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. კარგით, ნუ ცენტრში გასწორებას ალბათ ეს უკვე განვიხილეთ ჩვენ აქ როგორ შეიძლება რომ მოხდეს, ამასაც და ეს ნებისმიერი რამ, როგორც აქ მივუწოდეთ, default font-ია, default font-ით გასაიძე და ის ასე ვთქვათ ამ ზომისა, ამ ფონტებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ასე რომ ამას აღარ დაუბრუნდები და ეს ნებისმიერი რამ წარწერა როგორ შეგიძლიათ თქვენი დააყენოთ. ასევე წრეწირები როგორც ჩვენ განვიხილეთ, არსებობს წრეწირი არსება ასევე რუკა არსებობს წრეწირის ფორმის, ოღონდ წრეწირის ფორმის რუკაზე დაგჭირდება, ამ შემთხვევაში თვითონ დაგჭირდება რადიუსი და იწერება შემდეგნაირად. ჩვენ ახლა ფაინტი ვნახოთ. აი აქ უკვე დაგჭირდება, გვაქვს მაგალითად წრეწირი. რაღაც წრეწირი. აი ეს არის წრე. ეს არის რადიუსი. ეს არის x-ი. ეს არის xy. ეს არის x-ი. ეს არის y. მათი გადაკვეთის ადგილი არის წრეწირის ცენტრი და რადიუსი. შესაბამისად წერს შემდეგ კოორდინატებს. როდესაც მე მჭირდება წრეწირის ფორმის აქ რაღაც გაჩნდეს, წერს შემდეგ კოორდინატებს. მაგალითად x, y. ავიღოთ ამ სურათზე x და y. მოდი აქ ცხვირთან ავიღოთ. ეხლა ავიღოთ x. x არის 200 რაღაცა 195 x იქნება პირველ და იწერება შემდეგ x y და r აი ეს იწერება ანუ წრეწირის შემთხვევაში იწერება x y და r წრეწირის შემთხვევაში ვიმეორებ წერ x-ის კოორდინატები იქნება 195 y-ის კოორდინატები, ანუ ქვედა მხარე, სად არის ჩვენი სურათი, ესეც y-ის კოორდინატები იქნება 229. Y-ის კოორდინატები იქნება 229 და რადიუსი. რადიუსი ნიშნავს რადიუსი ალბათ ვიცით ხო? უახლოეს ხაზამდე, ესეთი ეს არის რადიუსი. რადიუსი იქნება ჩემ შემთხვევაში მაგალითად x y-ია, ნუ აქამდე სადღაც აი მელიამდე მოვიდეთ მოდი. ანუ სადღაც აქედან დავიწყეთ და ეს იყოს მისი რადიუსი. ეს არის 127. კი ბატონო, არ არის პრობლემა. 127. აი ეს მოუხსნათ. ასევე გასათვალისწინებელია რომ rect აღარ გვჭირდება და ჩვენ გვჭირდება კოორდინატი შემდეგი. რაც ნიშნავს წრეწირს. ვაჭერ სახრანით. ჩემი სურათი შეიცვლის აბსოლუტურად თავის დანიშნულებას. ახლა გადავტვირთოთ გვერდი. აი აქ უკვე ლინკი არ არის, მაგრამ ლინკი გაჩნდება ცხვირთან
აი გაქრა ლინკი, გაჩნდა ლინკი. აი როგორც ხედავთ, აი ლინკი დაახლოებით აი ამ რადიუსი, აი გაჩნდა ისევ. ანუ თითის ფორმაზე რო გადადის, უკვე ეს ნიშნავს, რომ ლინკი აქვს. აი არ არის. დააჭირდა რა თქმა უნდა გადავა Google-ზე. ანუ აი ამ ცხვირს ირგვლივ აქვს ლინკი. რეალურად პატარა სურათია, მაგრამ ამ სურათს ირგვლივ აქვს ლინკი. ნუ ეს საკმაოდ საინტერესოა, რომ აი კლიკზე არ გადავა, აი კლიკზე გადავა, მაგრამ მე თუ მინდა დავუშვათ, შემიძლია რა თქმა უნდა ორივე ტეგი გამოვიყენო, შეიძლება კვადრატული ფორმის ფორმატიდან გადავიდეთ და შეიძლება წრეწირიდან გადავიდეთ და არსებობს მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის არჩევის შემთხვევაში, ეხლა მე მაგაზე თუ აღარ გავაკეთებ განხილვას, მაგრამ მრავალკუთხედის არჩევის შემთხვევაში აი აქ დაგჭირდება პოლი. მესამე განყოფილება ეს არის პოლი. და უკვე იქნება შემდეგნაირი კოორდინატების სისტემაც რა თქმა უნდა შეიცვლება და გამოდის შემდეგნაირად. აი ხო იყო x-ი ეს არის წრეწირის შემთხვევაში. ნუ მოდი იყოს ახლა ამას მივახსენებ ყურადღებას და მრავალკუთხედის შემთხვევაში. მრავალკუთხედის შემთხვევისთვის დაიწერება შემდეგნაირად x1 შემდეგ მძიმე და y1 შემდეგ მძიმე და x2 მძიმე y2 მძიმე x3 მძიმე y3 და ასე შემდეგ და კატეგორიები რა თქმა უნდა იქნება შემდეგნაირი აქ ფაინც ვნახოთ x და ღერძი ანუ x1 თუ აქ იქნება და y აქ იქნება მათი გადაკვეთის წერტილი იქნება აი ეს თუ მრავალკუთხედია და მეორე წერტილი მინდა აქ იყოს მაშინ x და y გადაკვეთავენ წერტილს აი აქ და გამოვა დაახლოებით ასეთი კუთხე ამის შემდეგ თუ მინდა რომ აქ წავიდეს აი ამ წერტილს დაუწერ x3 ანუ x3 და y3 ერთმანეთს გადაკვეთავენ აი ამქა და მე მივიღებ დაახლოებით ასეთ ლინკს. ნუ აქ შემიძლია ნებისმიერ სახედ რაღაცები გავაკეთო და შესაბამისად აი აქ x და y-ს რიცხვებს ჩაუწერ მას. შესაძლებელია ასევე განვიხილოთ რამოდენიმე ფუნქცია ამისათვის, რომ შესაძლებელია რამოდენიმე არის ეს გამოყენება ეს უკვე ასე ვთქვათ. თქვი და თუ არის ერთმანეთს გადაკვეთავს, ასე ვთქვათ, რომელიმე არის ერთმანეთს გადაკვეთავს, იმუშავებს ის, რომელიც უფრო პირველი იქნება ჩაწერილი. მაგალითისთვის აი აქ ძირითადად ერთ არეაზე ვიმუშავებ, მაგრამ თუ დავუშვათ მეორე არეას დავამატებ და მართკუთხედის ფორმას მიცემ ამ არეას, იმუშავებს ის, რომელიც პირველი გადაკვეთავს. ეს ნიშნავს, აი ამის ქვევით თუ იქნება, ეს შესაბამისად წინ დგას, ხო? შესაბამისად მე სურათზე ცენტრში დაჭერისას მე გადავალ Google-ზე, ხოლო გარეთ და კვადრატზე დაჭერისას გადავალ სხვა ობიექტზე, რომელიც მითითებული მექნება კვადრატში. ოღონდ აი ამის ქვევით. ანუ ეს პირველი მე-15 ზოლი პირველია. მის ქვევით რაც იქნება, რა თქმა უნდა, მასზე დაბალ მდგომია და შესაბამისად ის აირჩევს ზევით მდგომს. ასევე დიდ და პატარა ასოებს აბსოლუტური განსხვავება აქვს, ამიტომ მოდი ნუ გავაკეთებთ, რომ რუკა 1 იყოს, ასე ვთქვათ, დიდი და პატარა ასოებით მაგალითად და აი აქ რუკა ეწროს დიდი ასოებით. დიდ და პატარას ისევე როგორც პაროლში, დიდ და პატარა სიმბოლოებს ისევე როგორც პაროლში აქ რუკების შემთხვევაში მნიშვნელობა. მოკლედ რუკა საკმაოდ ცოტა ისეთი თემაა, რომ ასე ვთქვათ, პრაქტიკის გარეშე არაფერი არ გამოვა, მაგრამ თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ვიმეორებ შეგიძლიათ საიტზე შეგვეხმიანოთ და შესაბამის პარაგრაფში განვიხილოთ, მაგრამ მე მგონი ყველაფერი გასაგებად ახსენე ყოველ შემთხვევაში როგორც შეგვეძლო. შემდეგ ასევე რუკებს ეხება და ეს მოდი გაბარემ განვიხილოთ, ეს არის შიდა ბმულები. ასე ვთქვათ, ეს ფოტოები შეიძლება აღარ დაგჭირდეს. შემდეგ ბმულები და რას ქვია? მაგალითად გვაქვს დიდი სტატია და გვინდა მომხმარებელმა კონკრეტულად რომელიმე სათაურზე გადავიდეს. ანუ დასაწყისიდანვე, როგორც კი დაიწყოს სტატიის კითხვას, მინდა რომ რომელიღაც სტატია პირველი ნახოს, ასე ვთქვათ, ან გადავიდეს იმ ლინკზე. ამისათვის დამჭირდება, რა თქმა უნდა, შიდა ბმულები და ამ შიდა ბმულებს განვიხილოთ. მოკლედ, პირველი შიდა ბმულების კოდირება იქნება შემდეგნაირი. ეხლა დავწეროთ ეს კოდირება ჯერ. მაგალითისთვის სურათი აღარ გვჭირდება, დაგჭირდება ესევე ეს განყოფილება, სადაც დავიწყებთ უშუალოდ ლინკების წერას. ესე ჩვენი ვებგვერდი. კარგი, ეხლა დავიწყოთ
შედაბმულების წერა. პირველ რიგში გვჭირდება A ტეგი, ну A ტეგი ეს უკვე განვიხილეთ. და ვწერთ პირველს. აი აქ ვწერთ შემდეგ მის ამას დიეზი და 1. დავხუროთ ტეგი და ვწერთ სახელს. პირველი შიდა ბმული, მაგალითად. და დავხუროთ ტეგი A. მოდი შესაძლებელია ეს განვიხილოთ უშუალოდ თვითონ საიტზე, ამიტომაც დავიწყებ მე საიტზე წერას. და თუ რაღაც პრობლემა იქნება, პირდაპირ გამომიჩნდება, ამიტომ მეფი დაიხურა და ხსნით ქვევით. როგორ შემთხვევით, ბოდი არის კანი საიტის, აი აქედან იწყება. აქ ერთადი ფერები აქვს მითითებული და აქ რაც გინდა დაწერეთ, გამოჩნდება საიტზე. დავიწყოთ A. ას ეს ატრიბუტი ხრევთ. ლინკის ატრიბუტი. აი აქ წერ ლინკს. მე ვიძდება დიეზი, რაც ნიშნავს ნომერს, ნომერი 1. შემდეგ გადავდივარ და ვწერ სახელს, პირველი შიდა ბმული. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა დაიხუროს ეს ყველაფერი, ასევე აქამდეც უნდა დახურულიყო. აქ შეცდომა გვაქვს. პირველი შიდა ბმული ყველაფერი რიგზეა. დავხუროთ A ტეგი და 1 თქვევით ჩამოსვლა, როგორც შეთანხმდით, 1 ბრო. ეგეთი მარტივი ტეგი არსებობს. რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. ერთი სიმბოლო თქვევით ჩამოსვლა. შემდეგ აბსოლუტურად იგივე იქნება, ოღონდ შეგვიძლია დავაკოპიროთ. დამატებით წერისგან თავის დაზღვევის მიზნით. ოღონდ აი აქ დამჭირდება მეორე და ასევე დამჭირდება აი აქ მეორე. რომ მივხვდე ეს არის მეორე შიდა ბმული. შემიძლია ასევე ქოვითაც იგივე დავწერო, ну სამი მე მგონი საკმარისი იქნება. ეს აღარ გავაკეთებთ. მეც აღარ გავაკეთებთ და ნუ გავაკეთებთ. დავამთავროთ ესევე ბრო ტეგიც 1 თქვევით. ანუ კიდე ერთი ჩამოსვლა, მივცეთ თქვევით. კარგი, ჩამოვიდით. შემდეგ უკვე ვიწყებთ უშუალოდ ეს არის შიდა ბმულები და აი ამ შიდა ბმულებს უნდა მათი ლინკები. ვიწყებთ უშუალოდ ლინკების. ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში სათაურების წერას. ანუ სათაური როგორც შევთანხმდით შეიძლება იყოს სტატიის სათაური, მაგალითად მაქვს სტატია და რაღაცებს შეიცავს და ბოლოში წერია როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მე მინდა მომხმარებელმა უშუალოდ ეს როგორ გავაკეთოთ ნახოს და შემდეგ ნახოს სტატია დავუშვათ. ამისათვის შეგიძლიათ პირმარტივად ამოძრავოთ მომხმარებელს მისცეს საშუალება, ასე ვთქვათ, მართოთ მომხმარებელი და გადაიყვანოთ თქვენთვის სასურველ მასალაზე. ამისათვის არსებობს შიდა ბმულები, დავწერეთ შიდა ბმულის ლინკები, ახლა მათ მივამაგროთ უკვე უშუალოდ სათაურები. კარგი, პირველ რიგში რა თქმა უნდა სათაური უნდა იყოს გამორჩეული. შესაბამისად მივცეთ მას ზომა h3. მეგონი ნორმალური იქნება. შემდეგ ისევ ტეგი A, on მისი ატრიბუტი name. სახელში უთითებთ აი იმის ბმულს, რომელიც ჩვენ გვინდა. ამ შემთხვევაში ეს არის პირველი ბმული. შესაბამისად უთითებ ერთიანს. გადავდივარ. წერ მის სახელს, ეს არის პირველი ბმული. პირველი ბმულის ტექსტი. დავხუროთ ეს ტეგი. A ტეგი დაიხურება და დავხუროთ h3 ტეგი. მოიცა ამ გადაყვანა ძლები წაიღო. h3-ით შესაბამისად იყოს დახურულ მდგომარეობაში. გამოვიდა ესეთ რაღაც. აი აქ უკვე მივუთით დაგვჭირდება pre ტეგი.
და აი აქ დავწეროთ ის მასალა, რაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენს ტექსტში. მარტივად გასაგებად მივუთითოთ ერთიანები, რაც მოგცემს საშუალებას, რომ მივხვდეთ, რომ ეს არის პირველი ტექსტი. დაიხურა პირველი ფორმული, გადავიდეთ ბატონო მეორე ფორმულზე. შესაძლებელია აბსოლუტურად იგივე გავიმეოროთ. ოღონდ როგორც შევთანხმდით, რაც იქნება რაღაცები შესაძლებელი. ასე ვთქვათ, ჩავსვათ იგივე ნიკი, მივუთითოთ აქ ოღონდ სახელი ორიანი, ოღონდ მივუთითოთ მეორე ფორმულის ტექსტი. მოდი იყოს ინგლისურად. მეორე ფორმულის ტექსტი, ანდა პრინციპში მაინც აღარ დაგვჭირდება ინგლისური. მეორე ფორმულის ტექსტი, ასევე შეგვიძლია ავტომატურ რეჟიმში გადავიტანოთ copy paste-ით prets და მივუთითოთ აქ მეორე. როგორც ხედავთ, მეორე ფორმულის ტექსტი. იგივე შეგვიძლია კოპირება გავაკეთოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში მესამე. მესამე ფორმულის ტექსტი. და გამოვიდა შემდეგი ტიპის კოდი. name ავტომატურად უკავშირდება შემდეგს, ნუ მოკლედ ახლა ეს ყველაფერი დავამახსოვრებინოთ. ნახოთ და მე დეტალურად უფრო განვიხილავ. გადავა restart-ოთ. ეხლა მეტი ეფექტის მისაღება შესაძლებელია ესენი ავიტანოთ ზევით. ანუ აი ეს განყოფილება. თვითონ ესა. აი აქ ერთი ბურო მავთანაც მივცეთ. ერთი ბურო აქაც მივცეთ, რომ ის წარწერა დებილურად რო არის ზევით. ეგ ჩამოვაგდოთ. ანუ ამ წარწერას ვიზახი. აი აქ x რო ქვევით რო იყოს. და ერთი ბურო აქაც მივცეთ. ეს აქ აღარ დაგვჭირდება პრინციპში. ბოლო ასე თქვა და როგორ ვნახოთ შედეგი. აი ეს ყველაფერი ესე მოვაგროვოთ. ამოჭრათ ვირიზად, ანუ ამოჭრა და ავიტანოთ ზევით. მოგესალმებით და აი აქ ჩავსვათ. ზედა მხარე, რა თქმა უნდა, საიტის ზედა მხარე. ეხლა დავამახსოვრებით. ნახოთ შედეგი. ასე. საიტის სათაურში გაჩნდა ესეთი რამ. პირველი შედაბმული ვაჭერ. ნახოთ რა მოხდება. პირველი ფორმული 1 დამსვა ეგ. მეორე ფორმული. მეორე ამ შემთხვევაში ეხლა რეალურად მე ვერ ვნახავ შედეგს, იმიტომ რომ ერთად ამაქვს ყველაფერი. რეალური შედეგის მისაღებად დაგვჭირდება შემდეგი რამ. ჩამოწევა ქვევით. ანუ ძალიან ბევრი ბურო, რაც მოსმის საშუალებას ქვევით ჩამოვიდეს ეს. და როდესაც დავშევ კითხულობ სტატიას, პირველი ვებგვერდი რაღაც დავიკითხე, ასე შემდეგ. მესამე შედაბმული აქ მიწერი დავაჭირი. მიჩვენა მესამე. ანუ გამისამართებ შესაძლებელია აქედან მე რაღაც ტექსტ დავაჭირო და ისე ზევით ამაგდოს, ან იქნებ ასევე შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა გვერდზე გადამაგდოს, იმიტომ რომ დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან და მას აქვს ესეთი რაღაცა. name 3 და უკვე მიჩვენებს აი ამას. ესე იგი, როდესაც მე, ანუ კოდი მდგომარეობს შემდეგში, როდესაც მე აი ამას დავაჭერ ხელს, ავტომატურ რეჟიმში დაუკავშირდები აი ამას პირველ ფორმულს და წავიკითხავ აი ამ ტექსტს. აი ეს ტექსტი რა იქნება? ამას უკვე შემიძლია დამოკიდებული. შემიძლია აქ იყოს სურათი, შემიძლია აქ იყოს სხვა საიტის ლინკი, შემიძლია საერთოდ ვებგვერდის სკრიპტი იყოს შით. ნუ არ აქვს შემთხვევაში მნიშვნელობა, ნუ როგორც ხედავ, შესაძლებლობები საკმაოდ ბევრია და რა თქმა უნდა ეს თქვენზე დამოკიდებული თუ რას მოიფიქრებთ, მაგრამ აზრი ერთია, შიდაბმულები მუშაობს საკმაოდ ორიგინალურად, საკმაოდ საინტერესოა და ნამდვილად შესაძლებელია მისი გამოყენება ტექსტში.
კარგი, ამ ეტაპზე მოდი სულ ეს იყოს და მოგვიანებით განვიხილოთ ასე თქვა შემდეგი ეტაპი, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე HTML-ის, რუკები და შიდა ბმულები ამ ეტაპზე უკვე ასე თქვა დამთავრებულია.